საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია. ის უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. რავი, სახში მინდა რა, ახლა გულით რო გითხრათ, ერთი სული მაქვს სახში როდის მივარ და დიდ მადლობას გიხდით მართლა, ვინც მონაწილეობა მიიღო განთავისუფლებაში. ცდილობდით მართლა გულახდილად და გულწრფელად მე მართლა უგრძნობ და მართლა მადლობას გიხდით რა. რავი, ადამიანურად გიხდით მადლობას რა ყველას. ვინც მონაწილეობა მართლა მიიღე და დაინტერესდეს ადამიანურად. საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ირაკლი თავს კარგად გრძნობს და ძალიან მალე იგი თავის ოჯახის წევრებთან ერთად იქნება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთარ ოჯახებში დასაბრუნებლად.